ციკოკი არა და სანდრო გამარჯობა. გამარჯობა. მოკლედ როგორ ჩეკპირდით, ციკო მოვიშორე აქედან და სანდრო დავისვით ჩვენ თანაწამყვანად. კონსპირაცია შედგა. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ციკო ინაური. შეამჩნევდით. ახალი და ციკო. მოხარული ვარ ახლა რომ მომიწვიეთ კიდევ ერთხელ. აც უკვე თანაწამყვანად, ხო? აც უკვე თანაწამყვანად და მაქსიმალურად ვეცდები რომ ჩემი შესაძლებლობები თანაწამყვანობაში გამოვაჩინო. ძალიან დიდი მადლობა შენ რომ დაგთანხმდი. და მაყურებელსაც რო უთხრათ, მართლა სერიოზულად რო უთხრათ, კონსპირაცია არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ციკოს რაღაც პრობლემების გამო არ ეცალა და ამიტომ ჩვენი სანდრო დაგთანხმდა რომ დღეს იყოს თანაწამყვანი voice-over-ების. სიამოვნებით. მე მგონი ჩვენს სტუმარს ჩამოეძინა ერთი ორი სიტყვა უნდა უთხრათ. დღეს ჩვენი სტუმარია ვატო წულუკიძე. სალამი. გამარჯობა ვატო. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, როგორ გზნობ ჩვენს პოდკასტში? გემრიელად, კარგად. კი. კაი ხანია გიყურებთ. უკვე კაი ხანი გამოდის, ხედავ რა მაგარია და ხო, ძალიან გამიხარდა რომ ეს ეხა თქვენთან მოვედი. დიახ. სანდრო გამარჯობა. როგორ ახარ მეგობარო? მადლობთ. გილოცავთ მეგობრებო ამ მადლობა. საინტერესო და საჭირო ამბის დაწყებას, ხო და წარმატებებს გისურვებთ რა. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს რო უთხრათ და შევახსენოთ, ვატო არის აჭარანეტის ხმა და არა მარტო ხმა, არამედ სახეც. ეგრეა კი. ვეტერანი, ერთ-ერთი პირველი რომელმაც დაიწყო აჭარანეტზე გახმოვანება და მე მგონი ჩვენ და ციკო რომ მოვედით, შენ უკვე შენ და თაკოს დაწყებული ხარ. კი. დაახლოებით 1-2 კვირის ალბათ. არც ისე ძალიან რა. ხო. შენც კაი ვეტერანი ხარ. კი, ჩვენ პრინციპში ერთად დაიწყეთ რა. ერთად დავიწყეთ ხო რა. კი, ერთად დავიწყეთ. რადგან დაწყებაზე დავიწყეთ, მოვყვები პატარა ამბავს, დაწყების ამბავს მოვყვები რა. რაც შეეხება იდეას ვისი იყო აჭარანეტი და ამ საიტზე ქართული გახმოვანება, ეს არის გუგა ხელაია, ვიცით, კარგად ხო. აქედან მოკითხვა გუგას. შენ არის. ოკეი, ძალიან საყვარელი და ესეთი ადამიანია რა, ჩასახუტებელი ადამიანია და მოკითხვა ჩვენგან გუგას და გუგამაც მოგიკითხათ და მოგილოცათ ეს კარგი ამბები. ხო, ეს იდეა აჭარანეტის და ამ სიხშირით დადება და ესეთი გაზრდა ძალიან დიდი დამსახურებაა გუგასი, იმიტომ რომ გუგა მის საფუძველი ჩაბარა როგორც გახმოვანების მსახიობების მოძებნაში და დამწყებებისთვის რაღაცა იმის მიცემაში, შანსის მიცემაში, ხო? ისე სტრუქტურულად ძალიან კარგად დაალაგა და შედეგიც მაგით ჰქონდა ძალიან საკაიფო რა მე რა. ფაქტობრივად პიონერი იყო ახლა აჭარანეტი იმ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი სიხშირით ამ ხელა მასალის დამუშავება ნართულია და თან ნელ-ნელა ვიზრდებოდით და ძალიან სწორ და კარგ ადამიანებს პოულობდა გუგა, რომელიც ძალიან ეხმარებოდნენ მოკლედ აჭარანეტს განვითარებაში და იმ ლეველის მიღწევაში. ვატოს მიკროფონი დავიმიუთდა და გთხოვთ რომ unmute გაუკეთოთ. ერთიც კიდე? არა, იმენა წითელს. აი ეს, всё, ვატო დაგვიბრუნდა. კარგია. ძალიან კარგი. ხო, და იმას ვამბობდი, რომ ხო, საბოლოო ჯამში ძალიან დიდი წვლილი არის გუგასი და მაშინ თან რა მაგრა ვერთობოდით რა. აი, ძალიან კარგი გასართობი იყო. აი, ჩვენ ოჯახში უგრძნობდი რა, თავს, აი, ჩვეულებრივად. ახლა ეს არის რაღაცა. ეხლა გამახსენდა უცებ რომ აი მაგ გართობაზე გამახსენდა რა, პირველად რომ მოვედი მე აჭარანეტში. ჯერ ხო უკვე გუგუნი დამხვდა. ანუ პირველად მე მაშინ სპორტის სასახლეში ვიყავით, მაშინ მოვედი და ჩაწერა გვაქვს რაღაცა და უცებ ნესტანი ხახუბია, იხსნის ყურსასმენს და ვაიმე ერთი წუთი და გადის თურმე ამას მოესმა რომ თქვენთან იქით მეორე სტუდიაში კიდე განმეორებით იყო ეს გუგუნი და გრიალი იყო იმენა დალეო მიდიოდა და წავიდა ნესტანი მაგრა კი აკიდა მუშაობა აქ და ყურსასმენი და გამოვიდა რა მოესმა ამას გახმოვანები იქ რაღაც პინგ-პონგის მაგიდა რო ქონდა პატარა ამხელა გახსოვს ხო მანდრაც ხო ცოტა მიკროფონი მანდრაც სიმძიმე უნდა რა რატოს ხარეს ჩვენი ოპერატორი დაგვეხმარება ამ ყველაფერში. ამ დროს კადრი ჩემზე იქნება და თქვენ ვერ დაინახავთ მიკროფონი როგორ გასწორდა. მაგრამ მე მგონი საბოლოო ჯამში გასწორდა. ხო, პინგ-პონგის მაგი და ფეხბურთის პატარა მაგი და რო ქონდა და ჩვენ მაზიანებზე ვთამაშობდით მაგრამ მე საღამოს მიდიოდა ხოლმე რა ჩაბარებები და მართლა ოჯახური და ესეთი გარემო იყო რა ძალიან კარგად მახსოვს. ყველაზე კაი პერიოდი იყო აჭარაში რო ვიყავით აი სპორტის სასახლეში უბრალოდ ყველაზე კარგი პერიოდი, იმიტომ რომ 8 ოთახი ვახმოვანებდით მაგ დროს თუ რაღაცა და
აი შესვენებაზე იყო ხოლმე მან ძალიან დიდი ამბავი რა. მიდიოდა გუგუნი იმენა სერიოზული. მე რჩებოდით კიდეც გახმოვანების მერე და რაღაც card game-ებს, board game-ებს თამაშობდით და ანუ ერთი ოჯახი ვიყავით მოკლედ რა, ანუ ერთად ვატოს 3 რემონტი ჩვენ გადავითანხმეთ სახლის რემონტი გახსოვს. სულ რემონტი ქონდა ვატოს სახლის. კი. მაგაზე სულ გადავდი რომ დიზაინერი ძალიან ბევრი მყავდა რა. ესე ხო არ ჯობია იქ მეტლაც მე მგონი რაღაცა დეკორატიული ლესვა ჯობია და რაღაც ბაზრებიც იყო ხოლმე. კი. და მოდი გადავიდეთ თემაზე, ხო? რაზე ვართ, ესე იგი, დღეს ჩვენი დღევანდელი თემა არის სიტკომები, მოკლედ Friends-ი, რომელსაც ჩვენ ახმოვანებდი და არის საკულტო სერიალი, აი მე მგონი ერთ-ერთი პირველია, ხო? Friends-ი სიტკომებში კი, ერთ-ერთი პირველია. მეც ეგრე მახსოვს, ხო, რაღაცნაირად ეგრე მახსოვს და ძალიან ესეთი რომელიც დღემდე ძალიან მაგრა ევასება ხალხს და რაღაც მაგის ფრაზები, მიმები და იმის მიუხედავად რომ 94-ში არის, ხო, გამოსული, როგორც მათარ 94-ში. მე რომ დავიბადე, ანუ ჩემ ხელა ზუსტად. ჩემ ხელა ზუსტად, ხო. ზუსტად ჩემ ხელა, მაგრამ აი დღესაც იმდენად აქტუალურია ეს სერიალი, რომ დღესაც ბევრი მიმები, ბევრი აი ეს ფრაზები, how you doing და რაღაცები, არ ვიცი რამდენად სწორად გამოვთქვა. ზუსტად ის მსახიობების სამწუხარო ტრაგედიები და ისინიც იმდენად უყვარდათ ხა ხალხს, რომ დღესაც კი ამდენი ხანია მორჩა, მაგრამ იმდენად განიცდიან, რომ აცრემლები და ამბები ისე განიცდი, როგორც იქ ხდებოდა, ისე განიცდი მათ ამბავს ეხა რა ცხოვრებაში როგორც არის, ხო. ო, ანუ სულ ეპიცენტრში არიან რა ყოველთვის რა. კი ბატონო, კი ბატონო. და თემებიც ისეთი ქონდათ, რომ აშკარაა, რომ 31 წლის შემდეგ ადამიანებს დღემდე ძალიან უყვართ და ის თემები, რაზეც ხუმრობდნენ, რა სიტუაციებიც ქონდათ, დღემდე აქტუალურია და დღემდე ახარებს მოკლედ ხალხს ამ სერიალის ყურება. მე მაინტერესებს რას გაიხსენებდი აი Friends-ის გახმოვანების დროს, იმიტომ რომ მეც მე გადავალთ მაგაზე, მეც რო ახმოვანებდი რაღაც სიტკომებს, აი იმდენს ვიცინოდით ხოლმე მედაც იყო, რომ აი ფიზიკურად ის ხდებოდა, ფერხდებოდა ხოლმე ჩაწერა ძალიან ხშირად რა და აი შენ და ის დეგენერატი თან თაკო თაკო რომ მოდიოდა დეგენერატი თაკო რომ მოდიოდა ხოლმე ხო ზოგადად თაკო მოდი ორ სიტყვას თაკოზეც ვიტყვი რა როგორ მოდიოდა ხოლმე რა დილის 11-ზე დაურეკავდი თაკო ჩვენ აქ ვართ კი აი გამოდივარ 12-ზე თაკო რა 11-ზე ვიწყებდით რა ზოგადად თაკო აბა სადა ხარ აბა აი კარი დავკეტე ეხა კაი ოკეი მოდი მაშინ გელოდებით აი ნახევარ საათში მანდ ვარ 1 საათში ურეკავდით თაკო სად ხარ მარშრუტკაში ვარ კარგი და ნუ კიდე 1 საათში ურეკავდით სად ხარ თაკო კიბეზე ვარ და კიბეზე ვიდექდი აბა სად ხარ სახლის კიბეზე ვატო რა სახლის კიბეზე თაკო ხო სად ვიქნები ეხა იტალიაში და იქაურებს ამწარებს ალბათ კი სუესე ყავს იქაურები უეჭველი და საკეთე სოიჩი და მე გადავარ მე რა ფორმაში მოდიოდა ხოლმე ეგ ცალკე ამბავია ეგ აღარ აღწეროთ ეგ ცალკე ამბავია რომ აი რა ფორმაში მოდიოდა იმენა თაკო რა თქმა უნდა ახალი გაგვიძებული და ის ყველა ეტაპი რაც შენ მოყევი იყო ტყუილი ის ჩაწერილი ქონდა ეგ ხმები ხო ჯერ თუ გააღვიძებდი ძალიან კაი ამბავი იყო რა აი თუ გააღვიძებდი ამბავი იყო და მე აი ეგ ეტაპები აი თაკოთან აი და ნუ ბოლოს რომ მოდიოდა ხოლმე თაკო გვიყვარ ხარ არაფერი იმიტომ ლაპარაკობთ რომ გვიყვარ ხარ ხო და რომ მოდიოდა ხოლმე და ვიწყებდით ხო ანუ ძალიან კაი იუმორია რა მაგ სერიალში რა აი ძალიან კარგი იუმორია და იყო რა მართლა ვერ ჩაგვიწერია იმ დღეს ვერ ჩაგვიწერია და მე ჩაგვიწერია რა რაღაც სხვა დროს რა იმიტომ რომ რაღაც განწყობა ისეთი იყო რომ შანსი არ იყო რომ რამე გეთქვა რაღაც დროს და თან ჩემი კუმირი მანდ იყო ჯოუი რა აი ძალიან ყველაზე კაი დეგენერატი არის თუ კი ვინმე მინახავს აი ეგეთ სიტკომებში და აი ნუ და ნუ ყველაზე კარგად თამაშობს თან ჩემი აზრით და მოკლედ ხო რა აი ჯოუის განსაკუთრებულად ჩაჭერა რო იყო ხოლმე ჯოუიზე იქ მე ვერ ვახმოვანებდი რა. ხო, ფუჭდებოდი ეგრევე. კი, ეგრევე, აი როგორც კი რაღაცას გააკეთებდა და ეგრევე ფუჭდებოდი ხოლმე რა. ხო, არა, ფაქტია რომ ძალიან საკაიფო და სერიოზული სერიალი იყო და არის ეს არაერთხელ ვახსენეთ და გახმოვანების პროცესში ახლა ჩემი საკულტო სიტკომი არის, რამდენიმე სიტკომი გახმოვანებული How I Met Your Mother-ი, როგორ შევხვდით და თქვენს, Office-ი და Big Bang Theory რა. სამივე ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, აი ძალიან
საკაიფოა რა, მართლა ისეთი სიტუაციური იუმორები აქვს, რომ აი რაღაც ფილმები ხო არის და სერიალები, რომ აი ცოტა ქართულ რეალობას არ არის მორგებული და ვერ იგებ რა, მაგრამ იმდენად საყოველთაო იყო და გლობალური იყო ეს იუმორების და პერსონაჟებიც რა ამ ყველა სერიალში, რომ აი ძალიან შენი იყო, მისაღები იყო, გიყვარდებოდა და ერთად გადიოდი მოკლედ იმ თელ პროცესებს და ჩემთვის არის აი საკულტო ტოპ სერიალი არის ოფისი, აი ოფისზე მედაც სიკოს რაც გჭირდა, აი ძალიან მინდა რომ სატელეფონო ზარი ხო არ განვახორციელო რაღაც სიკოსთან რომ მოყვეს სიკომ, რომ აი ვალაპარაკო, რომ რა მაგრად ვიცინოდით და ბოლოს აი ტიროდა ციკო ოფიციალურად ტიროდა რომ ვამთავრებდით ამ სერიალს, რომ ანუ მორჩა ოფისი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი აღარ უნდა ყოფილიყო, მართლა ვტიროდით და მართლა ტიროდა ციკო ცრემლებით, რომ აი როგორ ვიცხოვრო ოფისის მერეო რა, იმიტომ რომ იმდენად მაგარი პერსონაჟები აქვს, აი ხო ვისაც არ აქვს ნახი მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, რომ აი ცოტა უცნაური არის, არ გავს კლასიკურ სიტკომებს მაგალითად აი დანარჩენ სხვას რაც ჩამოთვალე, მაგრამ აი პირველი სეზონია ცოტა უნდა გააკაჩინო, 10 სერიაა რა ეს საპილოტე სეზონი, რაც აი რომ ცოტა პერსონაჟები დაამუღამო რა, იმიტომ რომ აქ ძალიან ხშირად ეს მეოთხე კედლის დაანგრევის პრინციპი, კამერაში იყურებიან რაღაცებს, კამერაში ამბობენ და ცოტა უცნაურია რა ეგ თან სიტკომებში თუ რაღაც, მაგრამ მე ინტერვიუები აქვთ მანდ რასაც ლაპარაკობენ მოკლედ რაღაც ეგეთები და თვითონ პერსონაჟები ისე საკაიფოთ არის შექმნილი, აი მარტო ეს მაიკლის პერსონაჟი არის აი საოცრად ნამუშევარი და მსახიობი ვინც თამაშობს არის აი მე მაგალითად მე სტივ კარელი კი მე ტიმოთი შალამესთან ერთად იყო მე მგონი რაღაც ფილმში სერიოზო ხო ეგრე ერქვა რაღაცა ეგრე ერქვა და ვეღარ აღვიქვი ეს ტიპი უკვე სერიოზულ როლში ვეღარ აღვიქვი, იმიტომ რომ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა აი დეგენერატის აი იდიოტი, მაგრამ თან ძალიან კეთილი I am tipsy. You're a gentleman and a scholar. Oh, I'm sorry. That was a woman I was talking to. With Golden Globe winner Steve Carell as the boss who doesn't know the meaning of inappropriate. No captain, no signs of life down here. Just a wet blanket named Pam. Petty behavior. Zero productivity. Stop it! Right. Oh, this is so important. I should run to answer it. Shut it. All in a day's work. Did you get your tickets? To what? The gun show? The Office on DVD. მახსოვს მომენტი განსაკუთრებით ბავშვობის ჩანაწერს რო აჩვენებს თავის თანამშრომლებს რა ტელევიზორში თუ სადღაც და იქ რო ამბობს, აი ძალიან სევდიანი ხდება მაგ მომენტში რა, რომ ბავშვი ამბობს, რომ მე რო გავიზდებიო, აუცილებლად მეყოლებაო ცოლი და ძალიან ბევრ შვილს გავაჩენო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი მინდა რომ მყავდესო რა და მთელი ეს ტრავმები ახლა ხო კომედია, სიტკომი ქვია ხო, მაგრამ მთელი ეს ტრაგედია ტიპს რაც ჭირს რა, რა ხასიათიც აქვს შექმნილი, აი იმ ბავშვობის ვიდეოში ჩანს, რომ ანუ ტიპს რეალურად მეგობრები სჭირდება, გარშემომყოფები სჭირდება და იმით მერე იხსნება რატომ არის ესეთი რაღაცა ესეთი როც დილოს და თან არ გამოსდის და თან რაღაცა რა. თან ძალიან არ უნდა რომ მოკლედ ერთ-ერთ იმაზე გაარკვევენ, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი არის პატარა იმას მოუყვები რა, ანუ გეი რა და ძალიან უნდა რომ აი შეკრიბავს უცებ შეყრის იმას რა ქვია საკონფერენციოში და უნდა რომ ხო ეს ოსკარი ქვია მე მგონი რომ ტოლერანტული და პირიქით ყველაფერს აკეთებს საპირისპირო. ეხლა მოდიო რომ დაუნტკიცოთო რომ მეო ჰომოფობი არ ვარო, ამას ეუბნება ეს გამოყვანილი ყავს თან. მოდი ეხლა ტუჩებში უნდა გაგოცო. აუ ისეთი უხერხული კრინჯი მომენტია და ის ვაფშე გაგიჟდება ესეთ გასალო. ეს მიდის და ტუჩებზე აკოცებს და აიო ხალხო ჩვენო არ ვართო ჰომოფობებიო და ოსკარსო გვერდით უნდა დაუნტკიცო. I want you to watch this. And I want you to burn this into your brains. I don't think we need to because this is an image that I want you people to remember for a long time to come. Whenever you come into the office, I want you to think about this. We don't need to. Yes, we do. What? ის გაქვს ნანახი სხვა მსახიობების კასტინგები როა, ანუ რეალურად ოფისი რო იწყებოდა სხვა მსახიობებსაც კასტავდნენ რა, რაღაც როლებზე რა და
იქ ბობო დენკირკია ეს Saul Goodman-ს ვინც თამაშობს იმაში მაიკლის როლზე, იქ დვაითის როლზე კიდე სხვა მსახიობია იმის როლზე სხვა და ყველა იმას წერს რომ რას გადავრჩითო რა რომ ესენი ანუ იმიტომ რომ იმდენად შეაყვარა თავი მაყურებელს ამ მსახიობებმა ამ როლებით რომ აი სხვა საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ რა არა და გენიოსი მსახიობების ხედან განა ვერ ითამაშებდნენ და რაღაცა მაგრამ ამათმა რაც შექმნეს ის ძალიან ძვირფასია რა ხო არა კონკრეტულად ვიღაცა ტიპი არსებობს რა რაღაც როლისთვის რომელიც აი იმისთვის არის და იმის იქით არ უნდა გაიხედო რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მაგ დეტალს რომ ჩაავლო რა აი ოფისი ჩემთვის არის მაგ ყველაფრის აი იდეალური განსახიერება რომ აი როგორ შეიძლება რომ იდეალური კასტი დასვა იდეალური გარემოთი სიტუაციით და აი მე ამაზე აი იცინო უკიდეგანო და აი საოცარი სერიალია რა და მართლა ბევრი ისეთ საკითხებსაც თან იუმორი ხო სიტკომია ეხლა რაღაც სიტუაციური იუმორია, მაგრამ მაინც აი შენ რაც ახსენე რა, ის რაღაც ტრამვები რაღაცებზე მართლა არის აქცენტები არის გაკეთებული. ტექსტები ვნახო აუცილებლად, რომ მე არ ამახნა ნახე. კი, თუ აი თავიდან ბოლომდე არც მე არ მაქვს, იმდენად გავრცელებულია, იმდენად ცნობილია, რომ რაღაც ვიდეოები მხვდება ხოლმე რა. ჩემ მეგობარმა რომ ნახა ოფისი რა, ანუ იმდენად კარგი სერიალიაო, რომ არავის არ ვურჩევო რა. ხო, ანუ მიმენა მარტო მე მინდაო რომ ვიცოდეო და მარტო ჩემი მინდა რომ იყოსო რა ამიტომ ვიღაცას რომ ეუბნებოდი რომ ოფისი როგორ არ გაქნა ნახი უყურეთ უეჭველი მაგაზე მიტრაკებ და სულ დღემდე მიტრაკებს ეხა შეიძლება ამ გადაცემას რომ უყუროს მაგრამ გამიტრაკოს რომ რატო ურჩევ მაგაზე რატო ლაპარაკობდი ხო რა აი ჩემია რაღაც ძალიან ახლობელია რა რომ აი მარტო ეგოისტურად მე მინდა ვიცოდე თუ რაღაცა თუ უყურებ აი ძალიან გაგისწორდება კი ვესწრებ ბევრ სიტკომში არის ეგ ხაზგასმული რომ აი ამ იუმორის უკან რაღაცა სერიოზული დგას რა Modern Family ძალიან მიყვარს რა Modern Family რო ავიღოთ იქაც ხო თითქოს ეს სოფია ვერგარას პერსონაჟი რა მაგარი აი სამართლ ძალიან მაგარი პერსონაჟი რა ხო თავისი აქცენტი და ყველაფერი მაგის შვილი როგორი ისეთი ტიპები არიან რა თითქოს მაგრამ იმ ხუმრობებში იმ რაღაცა სიტუაციებში მაინც ხედავ ამათ რაღაცა კომპლექსებს, სიყვარულს, ოჯახობას, შვილის მიმღებლობას, რომელიც განსხვავებულია, თუნდაც რა ქვია რა ქვია თავარ პერსონაჟს მამარ ვინც არის ხო მივხვდი ხო ის გაი პრიჩეტი თუ არ მახსოვს ზუსტად სახელი მაგას ხო ყავს ორი შვილი და იმ ორი შვილის ოჯახზეა რეალურად და თვითონ თავის ოჯახზე რა და ერთ-ერთი შვილი გეია იმის მიმღებლობა იმას კიდე ორი შვილი ყავს თუ რაღაცა იმის მიმღებლობა კიდე და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ რა მე თუ მკითხავ ურთიერთობები მე სოფია ვერგარას ხო სხვა ქმრისგან ყავს კი მენი ძალიან საყვარელი მენი რო ეგ სცენარი კიდე ვაირალ მენი რო დაიკარგება და ეს შვილი რო ეძებს ამ კაცის შვილი რა მენი რო ეძახის აი რაღაც სცენებია რაღაც ტრაგიკული რაღაცა ისეთი ხმით ეძახის ეგ ისა სტელას რო ეძახის სტელა სოფია ვერგარას დაიკარგება ძაღლი დაიკარგება და სტელა რო ყვირის მსუქანი ტიპი როა ძალიან საყვარელი Stella Oh my god What you see her No, but I see myself in the role I was born to play. Stella! Stella! არა მოგატყვეთ არა მახნა ნახე ეგა. ცოტა შუშის თვალებით გიყურებთ. ბიჭო ეს სიტკომი ერთი ეს არის რაც მაგ ახმოვანებული მეგობრები და ყურებით ხო საერთოდ ვერ ვახერხებდი იმიტომ რომ სულ ძირითადად ვახმოვანებდით ხოლმე და იმ დღეს სერიალს ვუყურე რაღაცას ჩაუჯექი 2 სეზონს და მე ვახმოვანებდი და საერთოდ ვერ მივხვდი არ გახსოვს მე ვიყავი რას ვახმოვანებდი მე ვიყავი მართლა ეს თუ აი იმდენი რაღაცა არის ხო რა რომ ანუ იმის იქით ვერ ვასწრებდი რა ყურებას მაგის თქმა მინდა რა აი გახმოვანების იქით უკვე რაღაცებს შანსი არ იყო რომ ეგ ყველა მსახიობის გახმოვანების მსახიობის ის არის რაღაცა სხვას კიდე ჩაუჯდე რა იმდენი იმის მერე გახმოვანების და ყურების მერე რა ცოტა რთული იყო მეც დამართნია ეგეთი რაღაცა რა მართლა იმიტომ რომ რაღაც ფილმისთვის მიყურებია ჩემი ხმა აშკარად და თავიდან მიყურებია რა ხო კი ამ სახში რომ მივდიოდი ხოლმე ძირითადად არ ვლაპარაკობდი რა ზუსტად ეგრე ვარ მე ციგნებს ვეღარ ვკითხულობ რა ანუ რომ მთელი დღე რო ტექსტებს ვკითხულობ თან ხა პლანშეტებში ვკითხულობ თუ რაღაცა ხო მე აღარაფრის დანახვა აღარ გინდა არც ტექსტის და არც მიკროფონის. ანუ დღეს ვიფიქრე რომ აი რაც მე წაკითხული მაქვს რაღაცა აი ძალიან იდიოტობებიც ხო გახმოვანებული რაღაც აი
არ დავაკონკრეტებ, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, მაგრამ ნუ აი იმდენი იდიოტობა გვაქვს გახმოვანებული და მაგის წაკითხვას ახლა რაღაცა სხვა რაღაცები რო წამეკითხათ ხო, რა სხვა ტიპი ვიქნებოდი თქო, მაგას მიფიქრია, მაგრამ კი, აბარა მაგრამ რა სიზავ ახლა. ჩვენი სამსახური ეგ არის რა. ო, ისიც იკითხო, ისიც იკითხო. კი. მაგრამ იყო რაღაც სერიალები, რაც აი ისე გადიოდა, რომ მე რომ თავდებოდა სერიოზულად გული გწყდებოდა რა. ეგ აქვს სერიალს. ის წვეტას გიტოვებს რა ყველა. რამოდენიმეჯერ მიყურებია კიდეც რაღაც სერიალებისთვის, რაც აი ადრე ხო, ესეთი გამიხმოვანებია და გამიხმოვანებია კი რა. მეც ანუ მე ეხლა სხვა თემაზე გადავედით, მაგრამ აი ძალიან ემოციურადაც მიმიღია რა, მაგალითად When They See Us-ი 4 სერიალი Netflix-ის, აი რეალურ ამბავზეა, დაიჭერენ მოკლედ და პატარა ბავშვებს, მცირეწლოვნებს, ძირთად შავკანიან ტიპებს და მე მოკლედ 50 წლის მერე აღმოაჩენე, რომ თურმე вообще არაფერ შუაში არ არის რა და ეგ არის აი 4 სერიაში როგორ გაუნადგურეს ამ ადამიანებს ცხოვრება რა, რაღაც ამერიკაში, ნიუ-იორკში მოხდა ეს ამბავი მოკლედ და ისე მაგრად არის გაკეთებული, რომ ბოლოს ტიტრები რო იყო, ანუ უამრავჯერ გავჩერდით მე რაც იყო. ნამდვილ ამბავზეა კი. უამრავჯერ გავჩერდით და აი მართლა ვერ ვიკავებდი ამ ემოციას რა, ანუ აი რაღაცას რო აი მე მეთქი აი ტიროდით იმენა, ოფიციალურად ტიროდით ყველა მის თამაშობდნენ. საოცარი თამაში. საოცარი ბავშვები არიან ესენი, აი არ ვიცი, ეს რო გაიზდებიან რაღაც იზავენ რა. ძალიან მაგარი ბავშვები რა. მე რეალური კადრები რო გაიჩითა ამ ადამიანების, მე კომპენსაციები მიცეს იდეაში რა, მილიონები, მაგრამ 50 ნახევარ ცხოვრებას რო თელ ცხოვრებას რო დამაკარგინე, რაღაც მინდა ეგეთი მილიონები ხო? და აი არ ვიცი, ძალიან ემოციური იყო რა. ძალიან ჩართვა იცის ხოლმე რა და როგორც იცის ჩართვა სიტკომებმა რა, მართლა, იმიტომ რომ აი ძალიან ბედნიერი ვიყავი ხოლმე, რომ იჩითებოდა ეს ისინი რა ქვია, სიტკომი რო გქონდა, გასახმოვანებელი, აი უფრო სხვა ხოთზე ვიყავით რა, უფრო სხვანაირად. იმაზეც უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ზოგიერთი ხუმრობა ქართულ თარგმანში რაღაცები იკარგებოდა ხოლმე რა. ხო, მაქსიმალურად ჩვენ ვცდილობდით, რომ ეს ყველაფერი თარგმანში არ დაკარგულიყო და ხო, ზოგიერთ კონტექსტსაც კი არ ერგებოდა ქართულ კონტექსტსაც საერთოდ. არაფერ შუაში არ იყო ხოლმე რაღაცები, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცნაირად ვცდილობდით, რომ მოგვერგო, ხო. ეგრეთ ტექსტის სიგრძე და სიმოკლე უნდა გაითვალისწინო, რომ სხვანაირად არის და ეხლა ჩვენ სხვანაირად რო ვთქვა, ვერ მოვაცრებ და ასე შემდეგ. და შეუძლებელია მე მგონი რომ არ გადავიდეთ და ვახსენოთ ძალიან პოპულარული ქართული სიტკომი. მე მგონი ერთადერთი სიტკომია შუა ქალაქში. არა, იყო მე კიდე რაღაცები იყო კი, მაგრამ ესეთი მასშტაბური და ყველა შეითვისა და რაღაცა მიიღო, ეგ იყო შუა ქალაქში, ხო რა. კი, ძალიან სერიოზული, რომელიც აი ისეთი კვალი დატოვა ჩვენს ცხოვრებაში და რაღაც საზოგადოებაში, რომ აი როგორც Friends-მა, იდეაში Friends-ის ანალოგი ვერსია, ხო? არის რაღაცა იდეურად, კი, მაგრამ ნუ ქართულ რეალობაზე არის და ქართულ იუმორზე არის მორგებული და ხო, ანუ ეგ შემქმნელი საპროდიუსერო ჯგუფი იყო წასული ამერიკაში, ხამიშოუ სტუდიის ხალხი და იქ ოფიციალურად აიღეს უფლება, იქ ესწრებოდნენ, გადაღებებს სწავლობდნენ როგორანაირად და მე ჩამოიტანეს და გააკეთეს შუა ქალაქში რა. რომელიც მართლა საკულტო სერიალად იქცა, მე თუ მკითხავ პირადად ჩემთვის, აი ღირებულების თვალსაზრისით, იუმორი გინდა, ყველაფერი გინდა, შუა ქალაქზე კარგი სერიალი, ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არ გვაქვს ჩემი აზრით. მე თუ მკითხავი, ძველი შუა ქალაქი რაც იყო კლასიკა, აი იმაზე ღირებული და იმაზე როგორ თქვა, სერიოზული ნამუშევარი, ავთენტური, თუნდაც იუმორის კუთხით თუ ნებისმიერი კუთხით ჩვენ მე ვფიქრობ, რომ არ გვაქვს რა. კი, რაღაცნაირი ერა შექმნა რა, მაგ მიმართულებით რა, მაგ სერიალმა და ხო, ძალიან შევიყვარეთ და თვითონ საქართველოს შეიყვარა და რაღაცები ხო იყო რა ძალიან ისეთი და ეხლაც არის პრინციპში, ანუ ეხლაც ხომ მეორდება რამოდენიმეჯერ გაამეორეს და ეხლაც ისე უყურებს ხალხი, როგორც თავიდან უყურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით უკვე რაღაცეები და მაინც ეს არის რა. ბევრი YouTube-ზე მე ძალიან ბევრი ვიცი, ვინც არ ჭამს მაგის გარეშე რა, YouTube-ზე შუა ქალაქში თუ არ ჩართო, ვერ შეჭამს რა, საჭიროც ვერ დაჭდება, წყნარად ვერ დაჭდება. და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ძალიან ბევრი პატარა მაყურებელი ყავს თავიდან ვინც უყურებს რა, ხო, ეხლა ვინც უყურებს უბრალოდ ხო რა, ანუ ხო, აი რაღაც პატარა თაობა იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ის სიტუაციები და ის დრო იმ დროში საერთოდ დაბადებულებიც არც იყვნენ, ახლა რომელ წელს იყო, ხო? რომელ წელს ეგეც კაი ხნის წინ 2008-7 თუ
ეგ პერიოდია რა. 9-ში. სადღაც მაგ პერიოდში დაიწყო რა. მაგ პერიოდში და 8 მახსოვს მე რომ დაიწყო. კი და დღეს აი 10-12 წლის ბავშვები მყავს მე რამდენიმე ახლობელი, ვისის შვილებიც აი ვინც მაგ ფრაზებით ლაპარაკობენ. კი, მართლა აი თამარი, ის რა ქვია, კეთევანი, იუზა და რაღაც ის და რაღაც ისწორდება რა, რომ ეგეთი კარგი რაღაც გვაქვს ქართველებს შექმნილი, რომელიც სახიობებზეც რო არ თქვა არ შემიძლია რომ მართლა გენიალური პერსონაჟები შექმნეს და აი მე წლების მერე რომ სტუდენტობის დროს ჩემი პედაგოგები გახდნენ რა რამდენიმე და ეს იყო ჩემთვის აი გამარჯობა და აი ძალიან სიამაყით ვივსებოდი რომ ეს ადამიანი ჩემი მასწავლებელი იყო იმიტომ რომ მის თამაშზე გავიზარდე ფაქტობრივად რა და მისი შექმნილი როლებით მომინდა მეც მსახიობობა რეალურად რა და ეს ძალიან მოქმედებს მე შენზეც რა იმდენად გიყვარდება რომ უკვე აღიქვამ როგორც რაღაცა აიდოლად რა ძალიან დიდ მუხტს გაძლევს და ხო უნიჭიერესი ხალხია რა აი უნიჭიერესი მართლა აი მაგათ გინდება მე რომ რაღაცა ჩაერთო და კონკრეტული პერსონაჟი ხო არ გიყვარს შენც იმიდა რა ქვია შუაქალაქიდან თუ რაც გახსოვს რა ეხა ის რა ქვია დათო ხო კი დათო ნახატებს რო ყიდის და რო ვერ გადადის ვერასდროს ხო აი სულ რაღაცა თავისი ისინი რო აქ რა რაღაცა დაბრკოლებები რო აქ და ამაში ყავს ჩართული ყველა მთელი იდეაში თავარი პერსონაჟი ხა არ ყავს ესე ვთქვათ მაგ პერსონაჟს ოჯახია უფრო რა ხო ირაკლის ოჯახი უფრო ფიგურირებს და მე მგონი დათოთი იწყება ყველაფერი რა ანუ დათო აი უკაცრავად დათო მოდის ამათ ოჯახში და აქედან იცნობს ამ ხალხს რაღაცა ისა და მე მგონი უფრო დათო ფიგურირებს მაგრამ ისე არის წაყვანილი სიუჟეტი რომ მე რონტები დათოზე არის მაინც რა ხო თითქოს ძირეული სიუჟეტი დათოზე წავიდა მაგრამ მაინც ქვეცნობიერში მაინც დათო გახსოვს ხო ალბათ საბოლოო ჯამში და მაგრამ მართლა ყველა ეს არის რა ყველა ძალიან მნიშვნელოვანი ტიპი არის მაგ ყველას თავისი ძალიან დიდი დათო ერთიც რა მე აი თუ დაამღვამე ტიპებიც რო შემიძლია ხო ეგენს სანდროს პერსონაჟი ანან ვიღაცები ხო გავიდნენ მე სერიალიდან და უკვე ის ხიბლი აღარ ქონდა რაც ძველად რა მაინც მაგრები იყვნენ და კარგები იყვნენ მაგრამ აი ის ძირეული რაც ქონდა შენარჩუნებული რამაც იდეაში ესე პოპულარული გახდა და უკვე რაღაც თითქოს რაღაც ფუნდამენტი იყო რა რაღაცნაირი ყველას თავისი როლი ქონდა და ძალიან გასწორა მე პაატაც რო შემოვიდა პაატა შემოყვანილი პერსონაჟებიც მაგარი ყავდათ ეს პაატა ხო პაატა პიტო რაღაცას ვიზარდა ზო დეგენერატივი იყო ეგეც რა მაგანაც მაგრა გასწორა უკვე კიდე გაახალის შემოიტანა კი ასე რომ ქართველებსაც შეგვიძლია კი როგორ არა მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები ვისაც ვინ ზუსტად იცის და ჯერა რომ ქართველებს ბევრად კიდე უკეთესი რაღაცები შეგვიძლია იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერი ტიპები ვართ ბევრ საკითხში ასე ვთქვათ რა და არ ჩამოუვარდებით არც ერთ რაღაც დიდ ქვეყანას რომელიც ჩვენზე შეიძლება 10 ჯერ 20 ჯერ და 50 ჯერ დიდიც იყოს თანახმოვარ მაგ იდეას მოვყვები ბოლომდე და მე მისწორდება არაერთხელ ვახსენე რომ ჩვენ ქვეყანაშიც ეს გახმოვანების კულტურაც რა ეხლა ჩვენ რაც დავიწყეთ კი არა და უფრო გვიან დაიწყეს კი არა და ადრე და ნელ-ნელა ჩვენც ვაგრძელებთ ამას და ვავითარებთ რა რაღაცა ჩვენი წვლილი შეგვაქვს ჩვენი რგოლის ამბავში ამ კუთხით რა მაგიტო გვიხარია რომ დღეს შენ ხარ ჩვენი სტუმარი გახმოვანების მსახიობი ყოფილი აჭარანეტელი აჭარანეტელი თქვენც ხო უნდა შევისმინოთ ერთი რა ეს აჭარანეტის ის და ის მოვაწყოთ აქ ბევრი ყველანი უნდა შევკრიბო რა მრავალხმიანი რაღაცა მოვაწყოთ ხო აქ ვერ დავეტევთ რამე დიდი გვინდა რას გვირჩევ ხა ჩვენს პოდკასტებში რა როგორ მოგწონს რა არ მოგწონს თავისუფლად რაც არ მოგწონს ჩვენ რო არ მოგვეწონა იმას ამოუჭრით არ იქნება პრობლემა იმას არ გავუშვეთ ასე რომ თამად რაც გინდა ის თქვი რა სიმართლე გითხრა არ მომწონს ვერ ვიტყვი ვერაფერს იმიტომ რომ ჯერჯერობით ხო ახალი ამბავია და რაც დაიწყეთ ანუ ძალიან კარგად იმასქენით რა ამოქოქეთ ასე ვთქვათ რა ანუ სტარტიდან პირდაპირ განვითარებაზე გადავიდა და ძალიან მომწონს ეს ამბავი რა თავიდან იყავი ჩენდაც იყო და მე უცბად რაღაც სტუმრები დაემატა და რაღაც საინტერესო გახდა რა და იდეა კიდე რამე ესეთი თუ მომივა აუცილებლად მოგაშველებთ ხო აუცილებლად და აუცილებლად კიდე უნდა გვეწვიო რა კი გეწვევით კიდე აუცილებლად გეწვევით და წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ და მე მინდა რომ შენი ხმით გვითხრა რომ გამოიწერეთ voice-over-ების არხი გამოიწერეთ voice-over-ების არხი
აი ეგრე, იდეალურია. მე მგონი ეგ არის, ხო? ძალიან დიდი მადლობა. ეგ არის, მადლობა თქვენ მეგობრებო. რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. ძალიან დიდი მადლობა სანდრო შენ. მადლობა თქვენ. ციკოზე, ეხლა როგორ შეაფასებ, ციკოზე უკეთესია დავიტოვოთ, მაგრამ უცებ რომ ამაზე გადავ. დავიტოვოთ თუ ისევ ციკო და ციკო აკლია. მე მგონი სამივე უნდა იყოთ. ყველანი სამივე უნდა იყოთ და ყველაზე ესეთი გადაწყვეტილება იქნება. ციკო ძალიან აკლია, მაგრამ ციკო სილამაზე, ციკოს ხავერდი დაგვაკლდა ცოტა ამ ეპიზოდში. თავისი ის რა ქვია, ფემინისტური გამოვლენები და დღესთან ეხა ძალიან ისე გამოვიდა რა, ცოტა ეს კაცური პოდკასტი გაიჭირა. ციკო გვიყვარხარ. გვიყვარხარ ძალიან. გვენატრები მალე დაგვიბრუნდი. ხო, არა, ციკოს რა თქმა უნდა ვერაფრით და არაფრით არ ჩანაცვლდება ეგ ადამიანი. მაგრამ კოლაბორაციებზე და ესე თანაწამყვანობაზეც დავფიქრდებით. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა შენ. და მადლობა ვატოს. მადლობა თქვენ მეგობრებო. მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ ბოლომდე უყურა ამ ყველაფერს. დროებით, კარგად. დროებით. კარგად.